როგორ ჩამოვაყალიბოთ სწორად პრომპტი, რომ მივიღოთ ხარისხიანი შედეგი. პრომპტი ანუ ინსტრუქცია, რასაც AI-ს ვაწვდით, არის სიტყვიერი გასაღები, რომლითაც სწორი პასუხი იქმნება. ბევრი ფიქრობს, რომ უბრალოდ დაწერს რაღაცას და AI მიხვდება, მაგრამ რეალურად სწორად ჩამოყალიბებული პრომპტი განსაზღვრავს შედეგის ხარისხს. პროცესი იწყება მიზნის განსაზღვრით, რაც უფრო ზუსტად ვიცით, რა გვინდა, მით უფრო ზუსტ ინსტრუქციას შევქმნით. თქვათ, გვინდა AI-მ დაგვიწეროს სტატიის შესავალი განათლების პოლიტიკაზე. შეგიძლია უბრალოდ დაუწერო დამიწერე შესავალი განათლების თემაზე, მაგრამ უკეთესი შედეგი იქნება თუ დამიწერე სტატიის შესავალი, რომელიც ეხება ინკლუზიური განათლების საჭიროებას საჯარო სკოლებში და შეიცავს კითხვას, რომელიც შემოიყვანს მკითხველს. ამ ტიპის პრომპტი უკვე აღწერს თემას, ტონს და სტრუქტურულ მოთხოვნას. სწორედ ეს სამი ელემენტი ქმნის ეფექტურ პრომპტს. გაითვალისწინე შემდეგი თემა, რაზე გსურს, რომ AI მიმუშაოს ტონი და სტილი, როგორ უნდა ჟღერდეს ტექსტი, ოფიციალური, მხატვრული, ხალისიანი თუ სხვა სახის. ასევე გასათვალისწინებელია ფორმატი, რა უნდა იყოს შემდეგი სტატია, სლაიდი, ტექსტი, სტრუქტურა თუ ასე შემდეგ. მაგალითად, სტატიაზე მუშაობისთვის შეგვიძლია დასწინო პრომპტში. ჩამომიწერე 5 ქვეთავი თითოეულის მოკლე შინაარსით, ისე რომ ტექსტი გათვლილი იყოს უნივერსიტეტის ბაკალავრიატისთვის. ამით AI ზუსტად მიხვდება მიზანს, აუდიტორიას და სტილსაც. AI ეყრდნობა შენს სიტყვებს, როგორც კოდს, რაც უფრო მკაფიოა ტექსტი, მით უფრო სანდო და სასარგებლოა შედეგი.